კურო არის ძალიან საკმაოდ დამჯერი, საკმაოდ მშვიდი, სტაბილური, ზედმეტად არ აწუხებს. მე მაგალითად ბავშვობაში სათამაშოებს გადმომიდებდნენ, ოჯახზე მშობლებს შეეძლო წასულიყვნენ სტუმრად. 2-3 საათი ჩემთვის პრობლემა არ იყო მარტო დარჩენა. თამაშობდი წყნარად, აი სხვა არიან ცალკე ბავშვები, არასოდეს არაფერი, არასოდეს ინტერესი არ მქონია, რომ მაგალითად როგორც ყუპებმა ეციან, ხო, შტაბს დაინახავენ და რაღაცა უნდა შიგნით შეარჩონ, რომ აბა რა მოხდება. მე არასოდეს ეგეთ ინტერესი არ მქონია ასეთი რაღაცების, ან რაღაცა რომ გავუფუჭო, გამორიცხული იყო. თუმცა ერთხელ კარადა დახერხეთ, როგორც ვიცით. არა, ეს უკვე მოდი, აქ უკვე გადავიდეთ კუჭის სფეროზე. ხო, რომ ეს უკვე უკეთესად გავიგოთ რა ხდება ამ დროს. კურო და კირჩხიბი ეს არის ორი დიდი გურმანი. გესმით, რომელსაც კვება, ეს არის რიტუალი. ეს არ არის უბრალოდ კვების პროცესი, ხო? ამიტომ მათ აი როცა მიირთმევს ეს ორი ნიშანი, ყველა შივდება ირგვლივ. თუ გემრიელად მიირთმევენ, გესმის? და ეს ბავშვობიდან ჩანს ეს მომენტი და მე ახლა როგორც ყველა კუროს ბავშვობიდან გიждდებოდით კბილეულზე. ნამცხრები, შოკოლადები, კამფეტები, ეს იყო შემეძლო εν რაოდენობით მეჭამა. მაგრამ ახლა მოგეხსენებათ, რომ ამას აქვს თავისი დიდი მინუსი. იმ მხრივ რომ წონა მე ნაკლებად მაწუხებდა, იმიტომ ბევრს დავრბოდი, ბავშვებთან თამაშობდი, ეზო ქონდა და შენგო და მაინც მეტნაკლებად წვავდი ამ კალორიებს, ხო? მაგრამ სხვა პრობლემა აქვს ამას, როცა ესე ეჩვევი ამ ტკბილეულს, მე არის დღეები, როცა საოცარი მოთხოვნილება გაქვს. და უცებ ის თუ არ არის, მე გაწყება პრობლემა. და ეს პრობლემა ამასთან იყო დაკავშირებული, რომ ბებიაჩემი ცხონებული ელოდებოდა სტუმრებს. და ჩაკეტა ახლა ეს ბამბანერკა, რომ მე არ მეჭამა, ხო, იცით, შეჭრილი ხარ, ხო, იმ დღეს რომ მაინდა-მაინც იმ დღეს არ დარჩენილიყო ისე. და აი ეს მომენტია, როცა მომაწვა ძალიან, ხო, ეს რომ აი ისე მომინდა და რასთვარია, ესე იგი ცხვირი რომ დავადე, აი ამათ შორის ეგ ხო იხურება, ხო, ეს ყველაფერი, აი იქნება პატარა გამოდის, ხო, ეს სუნი რომ გავიგე, მაშინ თან მოსკოვიდან ქონდა ჩამოტანილი ეს მიშკა შოკოლადები და რაღაცა გემრი გავგიშდი რა. აი ამ ჰორმონალურმა ზეწოლამ რაც აქ მოხდა. ჩამოყვანე ქვევით ჩავეყვანე, მეორე სართულიდან ჩავედი, ბაბუაჩემის ვიპოვე ხერხი. ამოვიტანე სანამ არავინ არ ხედავდა. ესე იგი სადაც იყო შენახული ოდნავ გამოვწიე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ უკანა ნაწილი არის წვრილი ფანერა. მე ხვდით ასე კეთდებოდა ადრე ეს ავეჯი და აი ეს გამოვხერხე და მივირთვი დიდი განცხრომით. მართალია მე ცოტა მოხდა ამ ამბავზე სტუმრები რომ მოვიდე და რომ გავხსნე და არაფერ, მაგრამ ის ხო ჩემი გავიკეთე ხო ეს სიამონება ხო მივიღია რა. ამიტომაც ხო ღირდა.